გამარჯობათ, ეხლა მივდივართ off-road ფესტივალზე სურებში. კი ჩოხატაურელი ვარ, მართალია გზა არ ვიცი, სად უნდა ავიდე, მაგრამ ავალ რაღაცას ვიზავთ. ჩვენი კლუბის დროშაც მიგვაქვს, რა თქმა უნდა, სამი დროშა კიდე მანქანაში მიდევს, ვინმეს თუ სურვილი ექნება გადავუბნე ვეკრევე უპრობლემოდ. ხო და რავი, მე მგონი რომ კარგ ვიდეოს შემოგთავაზებთ, არათა გადავიღოთ კაი ვიდეო ერთი. და რავი, შეიძლება ეს იყოს პირველი ვიდეო YouTube-ზე, იმიტომ რომ კარგი ვიდეო, იმენა გემრიელი ვიდეოა გამზადებული რა გემრიელი ვიდეო გამზადდება, კადრები ყველაფერი გვაქვს, უბრალოდ ჩიპებმა გაჭედეს, არ ვიცი რატო რა დაისიზმრათ, არასდროს არ გაუკეთებიათ ესე და ცოტა გაგვაწვალენ, მაგრამ არა უშავს. ეხა ავალთ და ნელა გზიდან შემოგთავაზებთ კადრებს. ავიდეთ გავყვეთ აბა ბიჭებს ვიაროთ ამათთან ერთად თათუ ბოლო იმოტორსის მანქანაა და იმოტორსი ნაკლებს არ გამომატანდნენ წავედით მამაცნო ამათთან ერთად თუ აპირებთ სერვერს ორი ჩემხელა პაგრიშკები უყენიათ კარგად ვივლით ძალიან აი გარის წავიდა მიკროფონი რო არა ხმა ექნება კარგად. ტიპი მიდის იმით რა ქვია მოპედით აგერ რა და წავიდათ. თუ დავეწიეთ, თუ კი არა დავეწავით. თუ გამოგვართვა მინდა რომ ჩვენი ეცა მეგობრობის პატარა ჟესტად ეს მიუცე რომ ბაიქს ასე თუ ისე მაინც აქამდე ამოდის. თან მოპედით ამოდის მა. გამარჯობა. ზემოთკენ მოდიხარ? დავმართვით ეს. ესა პატარა საჩუქარი, გურული დრაივერი, გურული ჩოხატაურელი ბიჭები, რომლებიც ვაკეთებთ პატარა კონტენტივით გურიისთვის. მოტოციკლეტებზე იქნება უფრო და მანდა YouTube-იც და Instagram-იც ეგენი გვაქვს. ეგ პატარა საჩუქარია ჩვენ მეგობრობის. იც ამათმა ჩართე მალადეც მოვი მოტორს და მალადეც ამ მანქანას ეს მანქანა ადგილას ამოვიდა, რა ვიცი, უნდა მოსოვიყო. ესეთი არაფერი მინახე აქ. ა? ინსტა ხო? ბუქსაობს თუ? აუ, აქანი სად შევა ბიჭო, ჩემი მანქანა. ზემოთ ხო? აქან ვერაო ვერ. აუ, იქინეც ვერაო, იქ სად დავაყენო მანქანა ზრზეა. თუ ავედი ამით, ოკაი. ამით? საბურავები არ მეყენი არაფერი თუ არა. ბოდიშ გიხდით? იზდეც ჩემი დედა სამევედით თათია. ყველე გაოცებული რა იყურება. ხომ ერთო სამე დამა პარკინგებიე. აუ, აქანე რუბიკონები ტყეშია შესული და ამით საშევიდე. ზევით აზრი არა აქვს. ჩემი ჯეტური პატარა ვიდეოს გადაღებას ვფიქრობდი რომ გადამეღოთ თან იმაზე რა ქვია off-road-ზე როგორ იზავდა და ჩემი აზრით ამაზე კარგ off-road-ს ამას ვერ მოუწყობდი ძალიან დიდი ხანი. ჩემი დროშა
რა თქმა უნდა, საქანა დროშებიც მე მაქვს. აუ, ჩაფხუტი დაგვრჩა მთავარი რაც მთხოვეს რომ წამომიღეო და რაცა ყველაზე მთავარი და რაც ყველაზე მაგრად მიხარია არის ის რომ ნაბეღლავი არის აკაურობის სპონსორი. და მხარდაჭერი. ძალიან მხარში უდგას ესეთ წამოწყებებს გურიაში ყველანაირს და რავი, თუნდაც არა მხოლოდ ეს, არამედ როცა ტარდება ხოლმე 19 აგვისტოს ყოველთვის ნაბეღლავი იღებს საკუთარ თავზე თავიდან ბოლომდე ყველანაირ სპონსორობას და ყველაფერს და ეს ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ ძანდები? კარგად, როგორ ხარ? მადლობა, კარგად. წარმატებები. და ესენი არიან 24 შვიდზე, ოფროუდის ისინი. როგორ ახლა? გამარჯობა. კარგად, როგორ ახლა? რავი, შერაშვები. აი, მოვედი. ამოვედი, მეთქი ნახავ, მე ვაფშე არც კი ვიფიქრებდი აქ თუ იყავ. როდის ჩამოხვედი? ერთი კვირაა რა, სადღაც ჩამოვედი. ცოტა მეტი. როგორ ნახე? ნახე ყველა. მაგათ როგორ არ ვნახავ. აბა ვიკითხა, მაგ მოდის. ამოვედი მე გასართობად, თან მეთქი გადავიღებ რაღაცა. ჯეტურით. ჩემ მანქანა ხო ვიყიდე? რომელი იყიდე? თეორი? ხო, თეორი. აი ეგ რაყენია, დროშა რო ჩანს თავზე. ეგაა ჩემ. თეორი არის და Off-road კომპლექტაცია, კი. არა. პირველი ვერსია. არა, მეორე ვერსია, ბოლო ვერსიაა რა. მოპირება რაღაცა ხო, არ ყველაფერი აქ, რავი, ყველაფერი ამოვიდა, საკაიფოდი არა რა. ო, მაგის პირველი ვერსიები ცოტა არ ვარგოდა, ის უხურდებოდა. ხო და რავი, არ გახურებია ეხა. არიან სასწაულ ხოდზე ყველა მანქანა თითქმის რაც ყავთ ამოყვანილები და რომლებიც off-road გურია. ისინი გურულები ყოფილან. ეს სტიკერი მე მგონი პირველად ნახე. აი ეს მანქანა არის წერა რომ რაცა დაიმართა პატარა ჩეპე. ნაბეღლავი რა თქმა უნდა. off-road გურია. გურულები. არის მაგარი ამბები. მოიცა იქეთაც გავიარო. ნახოთ აბა რა მანქანები დგას აქეთ. უps, აქ საბროსტლიან. მანქანები არიან პლომატა, ბიჭები, სავარაუდოდ დასარჩენადაც არიან აქ ამოსულები. ნახო. და დღეს უნდათ რო იარონ ამ დღეში მე მგონი სავარაუდოდ აქ შევლენ ბიჭები რა თქმა უნდა. ისეთ უნდა დავადგაჩებს მანქანას თავზე. აუ დღეში აქაც რა ხდება რამდენი მანქანები და კარვებითაც არიან. Porsche იქით კარვებითაც არიან. კაი კარვშა შევარდეთ ხარავს არ მინდა. უხ, მაიმედია ისმის. ხო და ისეთი ამბებია. შევიგნევ. რუსები რა ეს ამოწონს. არ გვინდა რუსები.
ჩემს ესეთი დალახიანია, ჩემ მანქანას ნაკლები კი არა. აა ხლავი ბევრ მანქანებს აყურია ნაბეღლავის სტიკერები, რაც ძალიან მომწონს და ძალიან კარგია. ნიკოშ, რისთვის ემზადები უცებ გითხარი? ოფროადისთვის ვემზადებით, ახლა უნდა შევიდეთ დღეში 2 საათი, უნდა გავიაროთ 10 კილომეტრი, სადაც იქნება ძალიან რთული გზა და ეკიპირება შესაბამისი გჭირდება. ვიყავი ამოწურავი, შენი შლემიც უნდა გავიკეთო. ამომწურავი ინფორმაცია იყო, ჩვენ ვამხნევებთ ნიკოლას და ანუ ინტერნეტს როგორც კი დაიჭერს, ეგრევე მოგწერს. თავარია დავიჭირო, ინტერნეტს თუ არა ის. ეგრევე გამოგიგზავნე, ცოცხალი ვარ. ხო, ანუ ეგრევე ცუც რო გამოგიგზავნა უბრალოდ. ეგ ერთი მომწერა. გუეჭვენი. სო ემზადებია. ის დაჭირდება ხო? ჩაფხუტი უერთე. ხო, კი. ეს შენი ჩაფხუტი დაჭირდება აუცილებლად. მაგ ჩაფხუტის პატრონი დეს ნახავს იმედი ამ ვიდეოში. კარგია. მოიცა რაც თავარია მოატრიალე რა წერია ჩაფხუტს. მოიცა სადა გურულია შით. გურულია აბარა ლომი ვებხვი. Adu ipovo ეხლა ეს ხალხი. პამპარა პაპა. ნიკოშ ხო არ ნერვიულობ? რა ნერვიულებს? სადაც ბახმაროს დოღზე არ ვინერვიული, აქ რა მანერვიული. აბარა. არა, ერთი გიტება. მეც ვაჭავადე. მანქანა დაგიმძიმნება, მე რა გავხსნა. აბას წარმატებებს ჯვარცებია. ამ ხელასტიკერი ქონია, რა მე ვარ რაც იქნება. სავარაუდოდ ეს ძალიან მაგრად იქნება. მოკლედ ბევრნი მიდიან, მშვიდობით ჩავლენ, მოვლენ უკან ყველა. შენი საფეშია. აბარა. გამოცდილია, ხო? კი, კაცო, იცი მაგას რაც აქ გამოვლილი, მიდი მოდის. და ეხლა სად დავუყუროთ? ამას სავარაუდოდ ვერ ვუყურებთ ვერაფერს. ვერა? ანუ დრონიც არ გაყვება? კამერებით რასაც ჩამოიტანენ, სავარაუდოდ ნიკას იმედზე ვარ. მე ის არ დავიწყებია, რომ ის რა ქვია. მოტოზე უნდა დაგსვა, ხო. რა თქმა უნდა, ეგ არც დაივიწყო, იმიტომ რომ სავარაუდოდ დღეს ამ ხვალ მოვისმენ და თქვენც ნახავთ ამის კივილს ბაიკზე. მიკროფონი სტორისთვის არის აგუს. მიკროფონს ჩაუმაგრებ პირდაპირ ამას. ისეც გაიგებ ჩემს. ეს და აი ეს და ეხა მოიცადს, გოგო უნდა დავსვა კიდე ბაიკზე ჩემთან ერთად. დამიჭები ბაიკზე? როდის? როცა გინდა? დღეს თუნდაც. დღეს არა. დოღზე შევხვდებით. დოღზე კი? Хорошо, всё. პირობა. ეს თუ დოღზე აკივლებული არ განახოთ, აგენ მიყურეთ მე. რა განახოთო? აკივლებული. ბახმაროში კაი ამბები გველდება წელს, ესე იგი მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო ცოტა ადრიანად ვტოვებ. უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ ვახერხებთ მეტი ხანი გაჩერებას. გადაღებითაც დიდად არაფერი არ გადამიღია, უფრო სამაიმუნო რაღაცაები. მაგრამ რაც იყო მთავარი იყო, რომ სასიამოვნო დღე იყო რა. როგორც ყოველთვის ჩემს მეგობრებთან ერთად და ბეღლავთან ერთად რა თქმა უნდა. კარგად გავერთეთ. ვისიამოვნეთ. ოი, ერთო ჩემო გადამიარა. კარგად გამოდე. გავერთე. არის საღამო იყო ესე რომ ვთქვათ. კარგი დღე იყო უფრო სწორად. აქ ის დედაშვილს არა იყვანს ხელში ისეთი ამბავი. წამო აქედან გავიდეთ. ხო.
მანქანა წერან ამ ადგილას ერთი მანქანა გადაბრუნდა, მაგრამ რას ვუზავთ ეს ამისი ხიბლი და ყველაფერი ამისი ეს არის. ბიჭო დაწყნარდა ცოტა სიტუაცია. ხო და რა იმედია კაი ვლოგივით გამო იდე ერთხელ ყოჩაღი მოტორს კარგი მანქანები ჩამოყავს ჩემ მანქანაზე პასუხისმგებელი ვარ უკვე რომ ტალახი ვერ გაივლის არ არის ისეთი ტალახი ამოვიარეთ ნახავდით წესით თქვენს მაგ კადრებს რა ტალახში ვიარეთ და ეხა ფეხი ბრძოლის მიუყვებით ამ გზას აქეთ რა თქმა უნდა გიჟი ხალხი ხო და ეხა მივდივარ მანქანასთან და დავიძურებით ეგ არის და დღევანდელ სულ ეს იყო ბევრი არიან კარგი ხალხი მოყვარული ხალხი იმიტომ რომ აქ ყვილად არ ამგონია რომ ვინმე ამოვიდეს რო არ უყვარდეს ტალახი და სიგიჟე რო არ ევასებოდეს დარწმუნებული ვარ ყვილად აქ მოიმე დავიღალე ფიზიკურად არ ამოვარა არაფერი რავი უყურე გადავიღე ცოტა სასიამოვნო დღე იყო გავერთე და მივდივარ უკან არა ვერ ვსვავ მადლობა ძალიან დიდი ყურადღებისთვის პროშა ვერ ვსვავ ვერაფერი გაიხარეთ მშვიდობიანი და ნახოთ აბა ეხლა რა სიზავს ჩემი მანქანა როგორ ამოვაურა კაი ადგილას ყავს ჩაწოლილი ჯეტოს ტესტავთ ან როგორც იცით ტესტავონ ჩემპიონში რა მაინტერესებს რა შვება რა შეუძლია ამ მანქანა ხო და მალადეც ამ მანქანამ დღეს ისეთ ტალახებში იარა ისეთ თავდაღმართში ჩამოვიდა ძალიან კარგი მოუდი აქვს იმიტომ რომ კარგად მუშაობს ახლა ველოდები ისინი უნდა ჩავიდნენ რომ ჩავყვეთო რა იმათ მივასკდები უკანიდან არა უდევს არაფერს ეს ატორმოზებს მანქანას ძალიან მიხარია შენც იფიქრე რომ რაღაცას მოვდეთო ხო? არა მე ვფიქრობ რომ ეს რუბიკონი გავატაროთ ჯობია მაგრამ რამე რო დაგჭირდეს არ გავატაროთ მაინც ახლა ყველა ერთი სიო მეტი აღარაა ტალახი არსად ვაფშე ხო არა რავი მანქანაზე 1-2 სიტყვა რო ვთქვა ძალიან ჭკვიანურად და კარგად იქცევა ტალახში რა ნუ ეხა ტალახის ფუნქცია მქონდა ჩართული ასვლაზეც და ჩამოსვლაზეც და დიდად არ უბუქსავია სიმართლე რო გითხრათ მეგონა რომ უფრო ვიბუქსავებდი ისეთ აღმართებში ავედი იმის მიუხედავად რომ ანუ ვაფშე ტრასის საბურავები აყენია რა ჩვეულებრივ ტრასაც ასიარულო და ნორმალურად რო ვერ გადაუხვევ ეგეთი საბურავები აყენია მაგრამ ეხლა ზევიდან ინსტას კადრებსაც განახებთ აი მაგრადია რა ძალიან კმაყოფილი ვარ ამის სიარულის ხო და რავი მართლა რავი ერთადერთი რა შემიძლია ვთქვა კარგი მანქანაა რა ნიკასედო აბაშითეს ვიდეოებში ამბობს რომ ბუქსაობის დროს ცეპლენიაო ცოტა უხურდებაო რა არ ვიცი მაგდენი სავარაუდოდ არ მიბუქსავია ნუ იმას თოვლზე ედო მაგრამ რავი მაგდენი ან არ მიბუქსავია ან მაგარი კომპლექტაცია რომ არის მაგის გამო არ გახურდა არ ვიცი ჩარჩენით არსად არ გავუჩერებული ვარ არსად რა ვიარე მიდი მიუშვი ბოლომდე ხო და წერს კაია რა კარგად დადის საკაიფოდ გემრიელად გავატაროთ მოდი მაინც რუბიკონიც თორე დაიტანჯება ხო და რავი ესეთი ამბებია რა დანარჩენი ეხა გარედან რო ჩავალ მე განახეთ ძალიან დაისვა რა იმედია ქვეშიდან არაფერი არ გავაფუჭა იმიტომ რომ კარგად მოდებული კარგად მოვედეთ
ნუ მოვედეთ რა გავხოკიალდით ტალახზე და ხრეშზე რა, თო ჩარტყმით როგორც ესეთი, არც არ ჩამერტყავს. გაკვირვებული, გაოცებული ვარ. ხო რა, ტრასაზე კარგად დადის. ტალახში გადავხვევ, შეუძლია სიარული, ვინმე არ თქოს რომ ტალახში ვერ დადისო, რომ კადრებს ცხრილზე ავაფარ. ეგაა და ეგ რა. საბოლოოდ დღევანდელმა დღემ ძალიან კარგად ჩაიარა ღვთისწყალობით. Off-road-იც კარგი იყო, სასიამოვნო იყო, ბევრი სპონსორები იყვნენ და ეგ ძალიან კაია. ბეღლავიდან დაწყებული, რავი, ყველა Coca-Cola იყო, New Road იყო, რაც ძალიან მიხარია, რომ New Road ეგეთ ამბებში და ეგეთ საქმეებში ჩართულია. კიდე რავი, ბევრი იყო რა, ეხლა რომ ვიღაცები რომ ჩამოთვალა, Nova იყო, კიდე ის იყო. ვინ? ხო, ნუ Red Bull-ი როგორც ყოველთვის ეგეთ სპონსორ, ეგეთი მეებს გვერდში უდგას რა. და რავი, ბევრი იყო კახავა ჩეიშვილიც, მათ შორის და მადლობა კახას რომ ესეთ კარგ რაღაცებს გვერდში უდგას და რავი, ყველას მადლობა რომ ესე ერთიანად ხარს უჭერთ რომ გავიხაროთ რა, ყველას სიამოვნებს ესეთი რაღაცები, მაყურებლებსაც, ბიჭები ვინც გამოდიან, მაგათ ხო მით უმეტეს სიამოვნებს, როცა ცოტა უფასდებათ მაინც, მთელი წელი ამზადებენ, იმიტომ რომ კი მართალია ზოგი ამბობდა რომ მათთვის ამზადებენ და კი ეგრეა, მათთვის ამზადებენ რომ იკაიფონ, გაერთონ, მაგრამ როცა ამ შენთვის შრომას ვიღაცა გიფასებს და რაღაცით გიფასდება ეს ყველაფერი, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მთავარი რა. მე თვითონ ჩემზე ეხლა რასაც ვაკეთებ და რისთვისაც ვიბრუნწვი რომ კარგად მინდა რაღაცები გავაკეთო, რო ვიცი რომ რამდენი წვალება თუნდაც ნაბეღლავზე რო ვიცი რომ 19 აგვისტოსთვის რამდენს წვალობენ რომ ის ერთი დღე თავიდან ბოლომდე ბახმაროს დაუთმონ და აი სასწაული ღონისძიება ყველა წელს და ნაბეღლავთან ერთად ვიღაცები ეხმარება ნაბეღლავს რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი პასუხისმგებლობა ნაბეღლავზეა და სასწაული რაღაცებია. და რავი, ყველას მადლობა, ვინც ესეთ გვერდებს გვერდში უდგას, ესეთ წამოწყებებს გვერდში უდგას. ასპონსორებენ და რავი, გამოიწერეთ ჩემი არხი, პირველად ვამბობ ამას, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარი დატოვეთ მარტო, იმიტომ რომ ბევრმა ხალხმა ნახოს რა, როცა ბევრი კომენტარია, ასეთ ისე ვარდება ვიდეო რა და ვიდეოს გავარდნა გვჭირდება ჩვენ მეტი არაფერი რომ ხალხი დავაინტერესოთ და რავი, მე მგონი რომ კარგი ვიდეოებს შემოგთავაზებთ აქეთ ყოფნის პერიოდში და აქეთ ყოფნის დროს და ამერიკაშიც დიდი გეგმები არის და რაღაცები კარგად და ლამაზად იქნება. აბა დროებით.